მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. დაპირებისამებრმე დაგიბრუნდით მარათონით. დღეს მე ჩაგიწერთ მარათონს, იმას რასაც მე ვაკეთებ, უკვე მე-7 მარათონზე გადავედით, თუ მერვე აღარც მახსოვს. დღეს მე ნაწილ მარათონს, პირველი ეტაპის ნაწილ მარათონს ჩაგიწერთ უფასოდ. რატომ უფასოდ? იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან რას ვაკეთებ მე, რა არის ეს მარათონი, რას ემსახურება ეს მარათონი, რა ხდება ამ მარათონში. თითოეულ მარათონს აქვს 4 და 5 ეტაპი. რა ხდება ამ ეტაპებზე და ამ ადამიანებმა არ იციან, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ იქ ალბათ რაღაცა ჩვენ გვასწავლოს რიტუალების კეთება, რაღაცა ტრუსების ჭერში აგდება და ასე შემდეგ, რაც სინამდვილეს ნამდვილად არ შეეფერება. ამიტომ ამ ადამიანები ეს ადამიანებმა რომ გაიგონ, ყველა ადამიანმა რომ გაიგოს და პლუს, ესე ვთქვათ, ეს მარათონი არის იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, წარმატებული და თავისი ცუდი ცხოვრებიდან გამოვიდეს. ამიტომაც ქვია ამ მარათონს დაიბადე თავიდან, რაც არანაირ რიტუალებსთან კავშირში ნამდვილად არ არის. როგორც გითხარით, ეს მარათონი არის უფასო, მაგრამ თქვენ რაც გნებავთ, მინიმუმ 1 ლარიც კი შეგიძლიათ მოსმენის საფასურად დარიცხოთ ჩემი პატივისცემის მიზნით. რაც შეეხება თითოეულ ადამიანს, სანამ მარათონს დავიწყებ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ვინც რიცხავთ ჩემი ვიდეოების ყურების საფასურს, მე ყველა ადამიანის გვარს და ჩარიცხვას ვიმახსოვრებ და ვცნობ, დიდი მადლობა მაგისთვის. და ერთი თხოვნაც მექნება, მეგობრებო, მე არასოდეს თქვენ არაფერს არ გთხოვთ. უბრალოდ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დარეგისტრირდით YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და საერთოდ ჩვენ ქართველებს ნუ გვეზარება და ნუ გვეშინია ემოციების გამოხატვა. როგორც სიხარულის, ასევე ცუდი ემოციის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს და ჩვენი აზრის სწორი დაფიქსირება და ლამაზი დაფიქსირება. მაშინ სადამე დავიწყოთ, მეგობრებო. შესავალს გავაკეთებდი, რომ მარათონს ქვია დაიბადე თავიდან. შესავალს გავაკეთებდი, ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ აზიარებენ ცნობილი ადამიანების სტატიებს, რაღაცას ნაწერებს, ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება ისეთი საინტერესოა, ცხოვრება ისეთია, თითოეული დღით ვტკბები და ამ დროს ადამიანები ცხოვრებას ისე უინტერესოდ ატარებენ და რასაც მე ვუყურებ და ისე უინტერესო ხალხში ატარებენ და ისე უინტერესოდ თავად ატარებენ, რომ მე ვფიქრობ ხოლმე ხანდახან ეს ადამიანები მარტო სოციალურ ქსელში აზიარებენ ამ ყველაფერს თუ მართლაც ესე ფიქრობენ. იმიტომ რომ შეხედავ, ანკეტებენ იმას, რაც მათთვის მიუღებელია, სამსახურს გულისხმობ. აკეთებენ სიტყვაზე, ურთიერთობენ ისეთ ადამიანებთან, რომელი ადამიანებიც არიან ტოქსიური, ხო? ეხლა შეიძლება ლამაზი ადამიანი იყოს, ან გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გავიდეს დრო, რაც არ უნდა ადამიანი შეგიყვარდეს, ვნებები და ასე შემდეგ გადის 6 თვეში, 5 თვეში და რომ დაჯდები ადამიანთან ჩაი მიირთვა, ეს ადამიანი უნდა იყოს მინიმუმ საინტერესო, რომ შენ დაჯდე და ამ ადამიანს ესაუბრო, ეს იქნება ქალი, ან ეს იქნება თუნდაც კაცი. არ დადიან არანაირ გამოფენებზე, არ დადიან, თქვათ, კი, შეიძლება სამსახურმა შეუწყოს ხელი, მაგრამ ზრუნავენ ვეღაცისთვის, ინახავენ 5000 ადამიანს, 5000 ოჯახს. ანუ ეს ადამიანები იმდენად თუ ინტერესოდ ცხოვრობენ ხშირ შემთხვევაში, რომ მე ვფიქრობ, რომ რისთვის აზიარებენ? ზოგჯერ ტოქსიურ ურთიერთობაში იკლავენ თავს, ხომ? აი რატომ ხდება ესე? იცით როგორ არის, მეგობრებო, რა საკითხიც არ უნდა იყოს, აი მე რიტუალებშიც ესე ვარ და ცხოვრებაშიც ესე ვარ, ყველაფრის ნოლიდან მიყვარს დაწყება. ანუ უნდა
ჩავუღრმავდე ყველაფერს ნოლიდან და ნოლიდან დავიწყო აბსოლუტურად ყველაფრის შენება. იმით თქვია კიდევაც რომ რაღაც სახლს რო აკეთებ, სახლს რო აშენებთ. საძირკველი ხოლა კარგი უნდა იყოს და მყარი. თორე რა რემონტიც არ უნდა გააკეთოთ თქვენ ამ სახლში, ეს საძირკველი თუ არ არის კარგი, ჩამოგეყრებათ და ჩავარდებით აი ამ სახლში, ხო? ამიტომ ჩემთან რომ მოდის ადამიანი, ну ეხა თუ რაღაცა სიკვდილო ჯადო არ აქვს ადამიანს და ნეკრომაგია და ნეკრომაგია მოგეხსენებათ არ არის კარგი მეგობრებო ეს თავის კვალს ტოვებს მაინც ადამიანში, ხო? ეს ძალიან ცუდია ნეკრომაგია, ხო? და ნეკრომაგიანდან რაიმე თუ არა აქვს, მაინც ყოველთვის ვიწყებ წმენდის რიტუალიდან. იმიტომ რომ სულ ეუბნები ხოლმე ადამიანებს, აი ტალახიანის სახეზე რო წაგისვან ძვირფასი $1000 კრემი გეშველებათ, არ გეშველებათ, ამიტომ გაიკეთეთ წმენდის რიტუალი. ну ეს ერთ სიტყვით მაგას თავი დავანებოთ. ესე იგი დავიწყოთ ეხლა ნამდვილად მარათონი. პირველი ეტაპი ჩვენთან არის ბებია, შვილი და მაგალითად ავიღოთ შვილი, რომელიც შეიძლება თქვენ ბრძანდებოდეთ. თუ ვინმე ფიქრობს მეგობრებო რომ თქვენი ცხოვრება იწყება იმ წუთიდან, როდესაც დაიბადეთ თქვენ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. თქვენი ცხოვრება იწყება მაშინ, როდესაც თქვენი ბებია იყო თქვენს დედაზე ორსულად და 16 კვირამდე, წარმოგიდგენთ 22 მილიონამდე კვერცხუჯრედი ფორმულირდება, რომელიც თქვენს დედაში გადადის, დედიდან გადადის მერე თქვენში. ანუ როგორც თქვენი ბებია ცხოვრობდა, დიდი შანსი არის, რომ თქვენი დედამაც ესე იცხოვროს. და როგორც თქვენი დედა ცხოვრობდა, ძალიან დიდი შანსი არის იმისა, რომ თქვენს მაგალითად იცხოვროთ ესე. ეხლა შევეხოთ, მე მიყვარს სიღრმეებში კიდევ ჩასვლა, შევეხოთ ორ ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციას. პირველი ავიღოთ, როდესაც ჩემთან მოდის კლიენტი, პირდაპირ ხედავ მე, იცით ახლა ვინც ჩემთან ერთხელ მაინც არის მოსული, მას რა ბავშვობა, რა ქონდა და როგორი ოჯახი ჰყავს. და ხშირად ვეუბნები რომ, ну სიტყვაზე თქვათ ავიღოთ რომელიმე კლიენტი, თქვენ ძმა, ანუ თქვენ ბავშვობაში ძალიან ცუდი ურთიერთობა გქონდათ ხო, ან მშობლები არ გაქცევდნენ ყურადღებას ასე შემდეგ და გიждდებიან კი ესეა, დაჩაგრული ვარ ყველანაირად და ყველანაირად ესე ვთქვათ უკან დაწეული. ეს არ არის მეგობრებო პატარა ამბავი, ეს არის ბავშვობის ტრაუმა, რომელიც დიდობაში გადადის და ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებს. მე მყავს ძალიან ბევრი კლიენტი და თუნდაც კლიენტი არა ნაცნობი, ნათესავი, ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო და თქვენს გეყოლებათ საქართველოში მით უმეტეს, ვისაც ძმა ჰყავს, მაგალითად ორი შვილი ჰყავს, გოგო და ბიჭი და ბიჭი ჰყავს გაღმერთებული, ესე ვთქვათ, რასაც ქვია, სიყვარული გინდა, ფული გინდა, ასე შემდეგ. გოგო დაჩაგრულია. მე ვერ ვიტყვი რომ სულ ესე ხდება საქართველოში, მაგრამ უმეტესობა ხდება ესე. გოგო რო დაჩაგრულია რა აკლია? სიყვარული აკლია მამისგან, სიყვარული აკლია ძმისაგან, მხარდაჭერა აკლია ძმისაგან. მეგობრებო, მხარდაჭერა პირველია ცხოვრებაში. მხარდაჭერა და სიყვარული პირველია ცხოვრებაში, ოჯახისგან მით უმეტეს. ანუ ძმას ყველაფერი გაზდის, ნარკომანია პატიობენ, მანქანა გაყიდა პატიობენ, წააგო პატიობენ, ყველაფერი პატიობენ. ანუ პირველი ის რომ უსიყვარულობაშია ეს ადამიანი, ეს გოგონა სიტყვაზე ავიღოთ და მეორე ის რომ გაცრავად უსამართლობის გრძნობა აქვს, რომ რატო სულ იმას რატო, მე რატომ არა. ეს გოგონა როდესაც იზრდება და თქვენ როდესაც იზრდებით, ძალიან აისახება, პირდაპირ გეტყვით, 99% 9/10 აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე. როგორ? თქვენ ხვდებით ისეთ ადამიანს, აი ჯადოც რომ არ, აი უყურეთ, ჯადო რომ არ გქონდეთ და სასიკვდილო ჯადოც რომ არ გქონდეთ, აი ესეთი სიტუაცია, აი ამათზე უარესია. თქვენ ხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც არის ტოქსიური.
ან მოთამაშე, ან ლოთი, ან რაღაცა მიდრეკილებები ადამიანს აქვს და რას აკეთებთ თქვენ ამ შემთხვევაში? მუდმივად ცდილობთ ამ ადამიანზე იზრუნოთ. ანუ თქვენ რაც გაკლდათ მთელი ცხოვრება, გინდათ რომ თქვენ გააკეთოთ იგივე. ეს არის სრული, როგორ გითხრათ მეგობრებო, საშინელი მოქცევა საკუთარი თავისადმი. ეს ქალბატონები რას აკეთებენ? თან ყვებიან მამაკაცი არ ვიყოთ. თან ყვებიან ამ მამაკაცებს, არ ვიცი, ყიდულობენ იმას, გამოხატავენ სიყვარულს, ასე ვთქვათ, თავს ხრიან ყველა პრობლემაზე, იმცირებენ თავს, ოღონდ ეს მამაკაცი მაგის გვერდზე იყოს და რას არ აკეთებენ, ტანსაცმელებს ყიდულობენ, ფეხსაცმელებს, მანქანებს, რომ რას ნიშნავს? დამინახე, ნახე მე რა კარგი გოგო ვარ, ბავშვობაში რაც აკლდა ადამიანს. ნახე მე რა კარგი გოგო ვარ, მანქანა გიყიდე, რა მაგარი გოგო ვარ, ტანსაცმელი გიყიდე, რა კარგი გოგო ვარ, თქვა, იქ რაღაცა დაგეხმარე, რა კარგი გოგო ვარ. ეს თქვენ გინდათ მეგობრებო, ეს რო გააკეთოთ, მაგრამ ეს კაცის თვალით და სხვა ადამიანის თვალით როგორ ჩანს, იცით? გამოყენება. არც ერთ ადამიანს, არც ერთ ქალს არ გაუმარჯვია კაცთან, ვინც კაც ფული და სიყვარული ვამატებ იმას კი არის რომ კაცები არ უნდა გიყვართ არა როგორ პატივს უნდა სცემდეთ მაგრამ მამაკაცს უნდა უყვარდეთ ყოველთვის ყველაზე ძალიან არც ერთ ქალმა არ გაიმარჯვა ცხოვრებაში ვინაც კაცი დიდად მეტად შეიყვარა და თან მას გადაყვა არც ერთი ქალი გეუბნებით ჩემი გადმოსახედიდან ბედნიერი არ არის არც ერთი მეგობრებო ამიტომ ეს ბავშვობის ტრამვა ძალიან მოყვება ადამიანებს და ცხოვრებაში ხელს უშლის. ანუ ცხოვრებაში ვისაც სიყვარული აკლდა და თქვათ დაასან ძმას აღმერთებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში ხდება როგორც იცით მოსამსახურე, სხვისი მოსამსახურე პერსონა. რომ ხას გაუკეთოს და ძალიან აგებენ ეს ადამიანები. ამის გამოსავალი რა არის ერთადერთი ჩვენ გვაქვს წმენდაში ესეთი ვამატებ ხომ რიტუალს, წარსულთან გეგონება, ძაფი რო გაწყვიტოს ადამიანმა, წარსულთან ძაფის გაწყვეტა. რომ დაივიწყო შენ წარსული და ცხოვრება დაიწყო თავიდან, რაც მაგიის საშუალებით არის ძალიან შესაძლებელი, იმიტომ რომ რატო წარსულის დავიწყება? იმიტომ რომ იცით, ძველი წყენები არ გაძლევთ საშუალებას. ძველი წყენები დედასთან, ძველი წყენები მამასთან, ძველი წყენები ძმასთან არ გაგიგიათ 35-40 წლისები არიან, 50-60 წლისები არიან და მაინც ძველ წყენებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც 30 წლის წინ დაემართათ ან ბავშვობაში დაემართათ. ამიტომ ქალბატონების ოჯახის შექმნა და მამაკაცთან მეორე ნახევართან ცხოვრების დაკავშირება პირდაპირ კავშირშია თქვენს სულიერ მდგომარეობასთან. ეხლა გადავიდეთ მამაკაცებზეც. მამაკაცებსაც შევეხოთ, მე მამაკაცი კლიენტებიც მყავს ძალიან ბევრი, მარათონში მამაკაცები იღებენ ძალიან ბევრი მონაწილეობას და მამაკაცებსაც დავეხმაროთ, მამაკაცებმა რა დააშავეს, ხო? მამაკაცებსაც როგორც ყოველთვის აინტერესებთ მეორე ნახევარი, რა თქმა უნდა. ეხლა მე მოგცემთ მამაკაცებს ესეთ, როგორ გითხრათ, რჩევას, ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებიდან. რჩევა არა, გამოცდილებას გაგიზიარებთ. სანამ ქალბატონის მოყვანას იცით როგორ, მოდი ესე დავიწყოთ რა, მე ხო ყველაფერი ლაივში მივყავს და არაფერს არ ვიგონებ არასოდეს და წერ და ასე შემდეგ. მოდით ესეთ რაღაცას გავაკეთებ რა. ადამიანებმა, ანუ ურთიერთობები ადამიანებში არის ძალიან ელემენტარული. ანუ როგორ ვიურთიერთო ყველა ადამიანთან არის ძალიან ელემენტარული. მაგრამ ეს ადამიანებმა არ იციან, იმიტომაც ინგრევა იმდენი ოჯახი და იმიტომაც კეთდება ამდენი ცუდი რამ. ან თვითონ ურთიერთობას უნდა როგორ გითხრათ, ვაიმე სულის და გულის ჩადება არა. არა, პირველ რიგში შენი თავის დაფასება და შენი ცხოვრების კარგად შესწავლა და იმ ადამიანის, მე შენს ცხოვრებაზე შესაბამისი ადამიანის პოვნა, ვინც შენს გასაღებს მოერგება, შენ კი არ მოერგები მას, არამედ ერთიანად მოერგებით, ანუ ესე თქვათ, შეერთდებით, მეგობრებო, ხო? შეერთდებით, კამერაც გაქანავდა, ესე თქვათ, შეერთებაში. ეხლა რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? უყურეთ,
მამაკაცი არის ძალიან კარგი, კულტურული, განათლებული, აუცილებლად არ არის რომ პრუსტი გქონდეთ წაკითხული, ხო? განათლებული კულტურული ზრდილობა არის ჩემთვის მთავარი ზრდილობა და არა თქვათ რაღაცა პრუსტის და თქვათ რაღაცა სხვადასხვა გენიოსების ზეპირად ცოდნა, ხო? და მოიყვანეთ ქალბატონის სიტყვაზე. ეხლა უყურეთ რა ხდება. მე შეიძლება ზოგადად ვიძახი ჩემზე არ ვიძახი რა თქმა უნდა ზოგადად. მე შეიძლება არ ვიცოდე, თქვათ, აი მე მიყვარს მარათონშიც ვთქვი ეს და ეხლაც ვიძახი, ძალიან მიყვარს ჭურჭელი, კრისტოფელ ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი ავიღოთ ვილეროი და ბოხი, თქვათ ყველაზე იაფი, მოდი ვთქვათ. ძალიან მიყვარს ვილეროი და ბოხი. მაგრამ უყურეთ მე შეიძლება არ მქონდეს ვილეროი და ბოხის შეძენის საშუალება, სიტყვაზე ვიძახი, $400-500 ღირს, ხო? ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ახლა, საუბრობ. მე შეიძლება არ მქონდეს აი გოგონას არ მქონდეს ვილეროი და ბოხის შეძენის საშუალება, მაგრამ იცოდეს რომ ვილეროი და ბოხი ძალიან სერიოზული კლასიკური ჭურჭელია. მე შეიძლება იმ გოგონას შეიძლება არ მქონდეს კრისტოფელის ბრენდის საშუალება შეძენის, მაგრამ იცოდეს რომ კრისტოფელ აწარმოებს ძალიან აწარმოებდა და აწარმოებს საფრანგეთში არ ვიცი ხა აწარმოებს თუ არა კიდევ შესანიშნავ ესე ვთქვათ ჭურჭელს და ვერცხლეულობას და ასე შემდეგ, ხო, მაღალი დონის და ასე შემდეგ. ანუ მე შეიძლება არ მქონდეს ხვდებით, მაგრამ განათლება მქონდეს ამისი. აი თქვენ რომ ოჯახში შემოიყვანთ გოგონას, რომელიც კი შეიძლება ლამაზი იყოს, მოდელი იყოს, ყველაფერი იყოს და თქვენ ოჯახში გიდევთ ვილეროი და ბოხი იმაში, რა ქვია, სერვანტში, რომელიც თქვენი დედას ძალიან უყვარს, თქვენ მამას ძალიან უყვართ, თქვენ მაგიდან ჭამთ, თქვენს ოჯახში საღამოებს ამეთი აკეთებთ, მაგრამ აი ამ გოგონა უნდა გადააგდო. და მოიტანო რაღაც თავის საყვარელი სერვისი და დადო. აი ამას როგორი იღებთ თქვენ? ეს არის ოჯახის კულტურის დაუფასებლობა და რაც მე გახდება ძალიან როგორ ვთქვა საგანი ჩხუბისა. ანუ აქ სერვისის აღებაზე კი არ არის ლაპარაკი. ადამიანი უნდა მოიპოვოთ ისეთი, რომელიც თქვენ დონეს, თქვენ რა დონეზეც გახართ იმ წუთას, თქვენ ღირსებას, თქვენი ოჯახის წესებს დააფასებს. ანუ მე რას ვიზავდი, იცით, სიტყვაზე კი არ გადავაგდებ. მე იმ კრისტოფელს, რაც მომწონს, შეიძლება არ მომწონდეს კრისტოფელი, დავდებ პირველ თაროზე ძირს და მეორე მესამე თაროზე დავდებ ჩემს რაც მომწონს იმას. ეს ნიშნავს, რომ მე ჩემს ოჯახს, ახალ ოჯახს წემ პატივს, მაგრამ ჩემსასაც დავდებ. ანუ ორივე კმაყოფილია, ორივე ბედნიერია. აი ხშირად დაგინახიათ, აი გოგოებზე იძახიან ხოლმე, აი შემოვიდა, აი უნახავმა რა ნახა, ის გადააგდო, ის ვერ მოიხმარა, ის ვერ შეიშნოვა. მეგობრებო, არასოდეს არც ქალის, არც კაცის მოყვანას არ გირჩევთ ისეთის, რომელიც მინიმუმ თქვენს დონეზე არ ადგას. აი თუ კაცი თქვენზე დაბალია, გინდათ ფულით, ან ქალი, მნიშვნელობა არ აქვს, გინდათ განათლებით, გინდათ ფულით, ის იცით რას გიზავს? დაგწევს, დაბლა ჭაობში ჩაგიყვანს. ანუ ის ვერც შენ სიტყვაზე ავიღოთ რა მნიშვნელობა აქვს, ის ვერც შენ ვილეროიან ბოხს ვერ დააფასებს და გადააგდებს. ვერც შენ ოჯახის ტრადიციას ვერ დააფასებს და გადააგდებს. და ანუ არ იქნება რა, შენ კი შეიძლება ლამაზი არის და რაღაცა მოდელი და ვაუ, გარეგნობა, მაგრამ არ არის რა შენი ადამიანი. ეხლა თქვენ თუ გააჩნია ვის რა მოთხოვნა აქვს, ეხლა ვიღაცას უნდა ლამაზი, შეიძლება უტვინო იყოს, просто სახში იჯდეს, არაფერი არ აკეთოს, ჩააცროს, გაახურებს და შვილებს გააჩენოს. It's okay, თუ ესე გინდათ, არ არის პრობლემა, მაგრამ მეგეუბნებით ვის რა მოთხოვნები აქვს. არასოდეს ოჯახი არ შექმნათ, არც ქალბატონმა და არც მამაკაცმა. ასე ვთქვათ, თქვენზე დაბალი არასოდეს არავინ არ მოიყვანოთ. დაბალი ტვინით, განათლებით და ასე შემდეგ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე დარჩებით უკმაყოფილო. ახლა ოჯახის შექმნაზე ვსაუბრობთ ჩვენ და ძალიან ბევრი კლიენტები მოდიან ჩემთან და აი ჯადოც რომ არ გქონდეთ მეგობრებო გაკეთებული. აი არ გაგიკეთა არავინ ჯადო ხო შეიძლება არ აგაკ ჯადო ხა აუცილებელი არის რომ ჯადო გქონდეს, ხოდაშორის ამ ვაბრუნებ ხოლმე ეს ადამიანებს რომ ჯადო არ აქვს, ვინ გაკურებულები არიან, ვაიმე არა მაქვს, მე მეგონა უნდა გადამეხადა ფული, არა გაქვთ. ხო. ზოგ ადამიანს შეიძლება არ გქონდეს ჯადო, მაგრამ საშინლად მისდიოდეს ცხოვრება. მეორე ნახევარი არ აყავს, ან თუ ყავს საშინელი, ნარკომანი, ასე შემდეგ. საით მიდის ეს ყველაფერი? ხა პირველ ეტაპზე ვართ ჩვენ ან ისე ბებიასთან, დედასთან და ასე შემდეგ. თქვენ თუ ხართ დაკერებული, წყევლა იცის ძველმა ხალხმა და ახალმა ხალხმაც მნიშვნელობა არ აქვს. ბევრმა ადამიანმა იცის წყევლა. და ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა ესეთი კლიენტებიც ამას ამბობ, ჯერ მე ვუთხარ და მე კლიენტებიც დამიდასტრო, ჯერ მცდიან ხოლმე, აბა ვიტყვი, გამოვიცნობ თუ არა. რომ ბებია ხშირ შემთხვევაში ძალიან წყევლი და შვილიშვილებს. ეს კლიენტებისაგანაც მაქვს გაგონილი და შვილებსაც და მათაც აქვს ნათქვამი. ოღონდ როგორი პირით წყევლი და იცით რომ ხა ბოდიში ყველაფერს მე ვერ გავიმეორებ, მაგრამ აი შენ არ გაიხარე, შენ არ მოხვედი სახლში, შენ დაიწვი ცოცხლად და რაღაცა და აი ბევრი ადამიანი და დედაც კი ესე წყევლის შვილს რა. ესეთ ადამიანებს გვარში მე მყავდა კლიენტი საბერძნეთიდან, რომელიც ბებია წყევლი და მათ შვილებს ესაგვარეულოს, თავის შვილებს და შვილიშვილებს, მათ გვარში ყველა კაცი დაიღუპა. ვინც გადარჩა არის ან აზარტული თამაშებით, ან ბოდიში ამ სიტყვისთვის ლოთი სვავს. და გოგოები ამ გვარში ვინც იყვნენ, არც ერთს არ ყავს ნორმალური ქმარი. ზოგს ქმარი უკვდება, ზოგს ქმარი აზარტულ თამაშებშია, ზოგის გინდ ყოლია, გინდა არ ყოლია და აი ესეთი სიტუაციაა. ამიტომ მეგობრებო, წყევლას, აი როდესაც ამბობენ რომ შეიძლება ადამიანს არც ჯადო ჰქონდეს, არც არაფერი და ვაიმე რატომ იმდის ცხოვრება ესანაირად, რატო წყევლა ეს არის ხან ან დედისაგან, ან ბებიისაგან. ახლა ეგ უკვე თქვენ გეწოდინებათ, ხო? იმიტომ რომ არის რა ეს ოჯახები, აგრესიული ოჯახები არის ძალიან ბევრი. აი არ გაგიგიათ, მაგალითად ზოგი ადამიანი ცხოვრობს ძალიან ტკბილად, აი და იცი რომ იძახიან ხოლმე რომ აი ამის ბებია ბაბუაც ეგეთი წყნარი იყო და ტკბილი იყო და კარგი ადამიანი, მისი შვილიშვილიც ესეთია და ანუ ოჯახის ენერგეტიკა მოდის ისე რომ ყველა კარგად არიან, ხვდებით? და აქედან ოჯახის ენერგეტიკა ბებიიდან მოსდგავთ ისეთი რომ ესეც აშარია, ისიც აშარია, ისიც იწყევლება, ისიც იწყევლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დედაც ისეთია, მე დედა მერე შვილს წყევლის და არის საშინელება, მოკლედ ერთი სიტყვით. აღარ მინდა მაგაზე საუბარი. მაგრამ ეხლა უყურეთ კიდე ჩავტეხოთ ეს ჩვენი საუბარი და ალბათ 20 წუთზე, 30-35 წუთზე ალბათ მე ესე ვთქვათ გავაჩერებ მე ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი არ მინდა რომ ესე ვთქვათ იყოს. უყურეთ, არსებობს დედების ესეთი კატეგორია, რომ კი გამოიარეს, შეიძლება სიტყვაზე ვიძახი, შეიძლება ვეღაცა ნათიას სიტყვაზე, ყავდეს დედა ისეთი, რომ ლანძღავდეს, წყევლიდეს, აი ხშირად ეხლაც მეუბნებიან ხოლმე ჩემი კლიენტები, 40 წლის ქალი ვარო ერთი მეუბნეოდა და დედა მეუბნება, რომ შენ არაფერი არ გამოგივა, შენგან მაინც არაფერი არ დადგება, შენ ესეთი ხარ, შენ ისეთი ხარ და ფული მაინც უნდათო ჩემგანო რა. ფული მაინც უნდათ, მაგრამ სულ ამას მაძახებს მწყევლის, აი აღარ შემიძლია ვართ მაგოგო მითხრა გერმანიაში, აღარ მინდა, ვაფშე დარეკვაც აღარ მინდაო საქართველოში და აღარც მინდა ესეთ დედასთან კონტაქტი. უყურეთ, არსებობს დედების კატეგორია, რომლებიც შვილებს ესე ექცევიან. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ჯადოზე უარესია, თქვენი გზა, როგორ გითხრათ, აი როგორ გითხრათ, რომ დახუფო ბანკა, იხუფება თქვენი გზა, თქვენი ბედი და всё. ძალიან როგორ გითხრათ, სანამ თქვენ ან მაგიას არ მიმართავთ, ან რამეს არ მიმართავთ, შანსი არ არის, რომ თქვენი გზა გაიხსნას. ამისთვის არსებობს წმენდის რიტუალი, რომელიც ხა ჩვეულებრივი წმენდა არა, ეს უკვე სხვანაირად კეთდება, ხო?
მაგრამ არსებობენ ისეთი დედებიც უყურეთ, მაგალითად არსებობენ დედები, რომლებმაც ძალიან მძიმე ბავშვობა გამოიარეს, მაგრამ დამცირებაც გამოიარეს, ბულინგიც გამოიარეს, შიმშილიც გამოიარეს, ჩემმა კლიენტმა გამოიარა, მაგალითად ჯაჭვით იყო დაბმული და საჭმელს არ არაჭმევდნენ. ხო გიყვართ ეს? ესე იგი ხდებოდა. მაგრამ თავის შვილს კი არ გაბოროტდა, მეგობრებო. თავის შვილს იცით როგორ ექცევა, რომ აი ლოცავს, აი მე ესეთი ცუდი ბავშვობა მქონდა, მე ესეთი ცუდი პირობებში ცხოვრობდი, მე ესეთი ნერვიულობა გადავიტანე, კი ნერვები გამიფუჭდა, მაგრამ მოდი შენ გაილაღე, მოდი შენ გახალისდი, მოდი შენ ბედნიერი იყავი, ლოცავს თავის შვილს. ეს არ არის მეგობრებო რთული. ნამდვილად არ არის რთული. მაგრამ ერთ რაღაცასაც შევეხები რა. რატომ არის საქართველოში ძალიან ბევრი, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრ გაუნათლებლობასთან არა. ბოდიში მეგობრებო, გვაქვს ბოდიში წყალსწავლი მეგობრებო. ერთ წუთით. კონტაქტი. რატომ გვაქვს გაუნათლებლობას, რატო უხდებით და ეს გაუნათლებლობა ეხებათ მე თქვენს შვილებს, რომლებიც გთხოვდებიან, ცოლი მოყავთ, ასე შემდეგ ოჯახის კულტურის დაუფასებლობა და ურთიერთობის არ ქონა ადამიანებთან, კულტურულად მიმართვა, ასე შემდეგ, ერთმანეთის შენარჩუნება, გვერდში დგომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, აბა რა არის მნიშვნელოვანი დღესდღეობით? Facebook-ი? Story? და რა არის, რა უნდა იყოს აბა მნიშვნელოვანი? ეხლა ერთ რაღაცას კიდევ ვიტყვი. როდესაც ერთ რაღაცას არა და ორ რამეს ჩავტეხავ ახლა კარგი ესე ვთქვათ გამახსენდა ეს ინფორმაცია. ორად გავყოფ ამ ინფორმაციას. პირველი, როდესაც ქალი თხოვდება ადრეულ ასაკში, ხშირ შემთხვევაში ეს ქალბატონი აღარ აგრძელებს განვითარებას, აღარ აგრძელებს განათლებას და ოჯახია სულ გადაგებული და ესე ვთქვათ რა უნდა ასწავლო შენს შვილს სიტყვაზე, როდესაც 23-24 წლის ასაკში ან 20 წლის ან 18 წლის ასაკში ადამიანი გათხოვდა, 25 კიდე კარგია მეგობრებო. 18 წლის ასაკში ადამიანი გათხოვდა, არ გიმოგზაურია. შენი ცხოვრება არ გაგივლია. მოგზაურობას თავი დაანებე, განათლება არ მიგიღია. განათლების შემდეგ სამსახური არ დაგიწყია, სამსახურის შემდეგ მინიმუმ შენთვის რამე არ შეგიძენია. კაი, საქართველოში არა გაქვს პირობები? საზღვარგარეთ წაბრძანდით, ხო? არ შეგიძენია რაღაცა შენც, ცხოვრება არ გაგივლია. ქართულ კაცები რას გვაძალებენ, რომ არ იქა გათხოვდით შვილები, გაჩინეთ, აჩინეთ, ერი კი ბატონო, კარგია ერის გამრავლება, მაგრამ გაუნათლებელმა ქალმა ან კაცმა რა ოჯახი უნდა შეინარჩუნოს და რა ერი უნდა გაამრავლოს. ახლა განათლებას კიდევ ერთხელ ვიძახი, განათლება არ არის მარტო უნივერსიტეტის დამთავრება, თუმცა ეგეც არის ხანდახან. მაგრამ განათლება არის გამოცდილება და ურთიერთობები ადამიანებთან. მე შეიძლება ახლა უნივერსიტეტი ვერ დავამთავრო, მაგრამ წავიდე ვიმუშაო სიტყვაზე რაღაცა სამსახურში. იმ სამსახურში რაღაცა მომინდეს მე პროფესიის სწავლა, იმ პროფესიის სწავლაში მე სხვა გადავიდე იქ რაღაცა ადამიანი შევხვდე, იმ ადამიანმა მითხას რომ იცი რა, მაგალითად სოფია, იქ რაღაცა ხდება, წამოდი იქ, ხვდებით ხომ, მრავალი გამოცდილება დავაგროვო მე, იმიტომ რომ მე რო შვილს გავაჩენ იმ შვილს მე რაღაცა უნდა ვუთხრა, რას ვაკეთებდი, აბა დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე და გაგაჩინე და მე შენზე ვძრუნა ოჯახში ვარ და სუპს ვაკეთებ და ხაჭაპურს ვაცხობ, არა უკაცრავად excuse. და არის კიდე მეორე, რომ ქალბატონები იმდენად არიან, აი სულ მაგას ვეჩხუბები ყველა ჩემს ემიგრანტს კლიენტს, რომ მიხედეთ თქვენს თავს. მიხედეთ თქვენს თავს. კი, სახლიც უნდა იყიდოს ადამიანმა ფულით, მე რომ მიყვარს, ესე არავის არ უყვარს მეგობრებო. სულ მაგას ჩავჭიჭინებ, ჩემ კლიენტებს გააკეთეთ. აი ამულეტი, ფულის ამულეტი, გლისკბილი რო ფული შევოთ, მაგრამ რა შესაქმე? ეს ქალბატონები ყველა რესურს, 90% რესურსს აგზავნიან საქართველოში. არ იღებენ განათლებას. არ დადიან კონცერტებზე, არ დადიან, რა ვიცი, მე გავგიჟდი, მე მყავდა კლიენტი,
8 წელიაო ვარო ამერიკაში. 8 წელი სახლის გარეთ არ გასულა ეს ადამიანი, ეზოს გარეთ არ გასულა, თუსაც მექიმი უნდა ოჯახს მიყავს თურმე. 8 წელი მეგობრებო და საქართველოში ერთი ბინა იყიდა, ერთ გოგოს, მეორე ბინა იყიდა ბიჭს, თითო ოთახიანი და უნდა წავიდეო საქართველოში, აღარ შემიძლიაო საქართველოს, აქ გაჩერება ერთ ოთახში, გავგიჟდები, просто მე რო ჩავიდე, სად ვიცხოვრო და რა მქონდესო შემოსავალი. ხვდებით ხომ ეს ანუ რა სიტუაციაა? ანუ ამ სიტუაციიდან გადმოსახედიდან რას ვიძახი რომ ძალიან გთხოვთ, დააგროვეთ ცოდნა და დააგროვეთ მომენტები თქვენი ცხოვრებისათვის. ცოდნა რა არის? შეიძლება პროფესია ისწავლო აქ, ჩააბარო სადმე, ძალიან ელემენტარულია, კოლეჯში ჩააბარო, იმის გააკეთო, რაღაცა გააკეთო. ამ დროს შენს რესურსს ახალგაზრდობისა და ფინანსებისა ვისაძლევ. შვილმა უნდა იყიდოს მანქანა, უნდა შემოჟდეს ჯიპზე. მე გეუბნებით თქვენ, მე ჩემი ოჯახის წევრს $100 არ ვაძლევ. გინდა მიჯეროთ, გინდა არა. $100 შეიძლება მოენატროს რაღაცეები. წარმოიდგინეთ, მე დაახლოებით რამდენს გამოვიმუშავებ, დაახლოებით წარმოგიდგენიათ, ხო? უნდა მოენატროს ის $50 მაისურიც კი. აღარა მაქვს ახლა ლაპარაკი რა ჯიპზე და ასე შემდეგ, ეს გამორიცხულია, მე მსგავსი რამე ვიყიდო მეგობრებო. ეს გამორიცხული, ეს არის ადამიანის გაფუჭება. მოკლედ მე ჭკუას არ ვარიგებ არავის მეგობრებო, მაგრამ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომ მსგავს შემთხვევაში ყველა ქალმა წააგო და ცხვირი ძალიან წაიმტრია. ამიტომ მე გთხოვთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი ახალგაზრდობა დაუთმოთ თქვენს თავს. შვილი 21 წლის შემდეგ უკვე ადამიანმა თავის თავს თავად უნდა მიხედოს. ფული ერთადერთი რაშიც უნდა ჩადოთ არის შვილის განათლება და როდესაც ის დაამთავრებს თავის უნივერსიტეტს, თავის თავს კეთილი ნებოს და თვითონ მიხედოს. ასევე ფული რაშიც უნდა ჩადოთ არის თქვენი განვითარება, რათა გქონდეთ უზრუნველი, წყნარი, შვიდი მომავალი. განვითარება გინდა წამწამები ისწავლეთ, ის ისწავლეთ. მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებთ. რომ გქონდეთ მუდმივად თქვენზე დამოკიდებული თქვენი შემოსავალი იყოთ დაფასებული და არა ფულის მჭრელი მანქანა, რომელიც ახსენდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესაც ფული დასჭირდებათ. და კიდევ ერთსაც დავამატებდი. სამწუხაროდ აქ გადმოკარგულ ადამიანებს აკლიათ სიყვარული. მეც აქ წამოსული ვარ, მეც ემიგრანტები ვიყავი თავის დროზე, ეხლა უკვე ემიგრანტად თავს მე აღარ ვთვლი. მე აქაურ, ასე ვთქვათ, ჩემი ნებით ვცხოვრობ აქ. მაგრამ ყველა ადამიანს აკლია სიყვარული. და ამ სიყვარულს ერთ შეცდომას აკეთებენ. სიყვარულის მათგან რომ მოიპოვონ სხვა ადამიანებისგან, ამისთვის აძლევენ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და ფულის გზავნაში არიან 24 საათი და მათგან ელოდებიან, "Oh my god, შენ რა მაგარი ხარ, მადლობა, გვიყვარხარ." სიყვარული გამოილება მაშინ, როდესაც თქვენ ფულის გაგზავნას შეწყვეტთ. ამიტომ სიცარიელი რომ არ გაგიჩნდეთ საკუთარ თავთან და არ იცოდეთ იქ მეზობელს დაურეკოთ, იმას ეჭორავოთ თუ რა გააკეთოთ, დაგეგმეთ თქვენ რა გინდათ, როგორ გინდათ, რა გეგმა გაქვთ და თქვენ სულს და გულს რა გაუხარდებოდა. მოკლედ მეგობრებო, ეს არის დაახლოებით მარათონი ჩემი ძალიან დიდია. ნაწილი იმისა, პირველი, რა გითხრათ, ალბათ 17 წუთი არც კი, 20 წუთი არც კი, იქ 5 ეტაპად არის დაყოფილი. ამიტომ თუ სურვილი გექნებათ, მე რა მარათონშიც რა საკითხებზე საუბრობ, რომ კიდევ ჩაგიწეროთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, ისიც დამიწერეთ, ეს არის ხო გეუბნებით, ეს არის მოთელვა, პირველი 17 წუთი მარათონის, რაც მე აქ გელაპარაკეთ. კიდე დაგვჭა 5 ეტაპი. ამიტომ
თუ მოგწონთ ჩემი საუბარი, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში და მეორე ნაწილს პირველი ეტაპისას კიდევ აუცილებლად ჩაგიწერთ. რაც შეეხება რიტუალებს და გარემოს, ესეთი ჯადოსნური იცით თქვენ ეს ყველაფერი, რაც მაგიდაზე დევს არის მაგების საყვარელი, ესე თქვათ მცენარე და პროდუქტები, ესე თქვათ, რადგან მარათონი იყო ესეთი გარემოთი ვართ წარმოდგენილები. ჩემთან ჩაწერაზე შეგიძლიათ WhatsApp-ზე +1 718 506 ნომერზე. ძალიან გთხოვთ, მენეჯერი საგან ეგრევე იგზავნება შეტყობინება, ძალიან ბევრ მესიჯებს ნუ მომწერთ, ქვით რამდე ბოდიშს ვიხდი, ვერავის ვერ ვუპასუხებ ქვითრის ჩაგდებამდე. ეხლა რატომ? იმიტომ რომ მე ვაკეთებ ნებისმიერ მაგიას, როგორც თეთრს, ასე შავს და აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მეგობრებო. ამიტომ რაღაცა უნდა ველაპარაკო. კაცი გინდა, მოbrunება გინდა, გაშვება გინდა, ნებისმიერ რამეს გაგიკეთებთ. ამიტომ სალაპარაკო არც არაფერია. მხოლოდ უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, რომ თქვენი ამბავი გითხრათ. და ერთი კიდევ, ხშირად მეუბნები ახლა, ფასები მითხარით, მეგობრებო, თქვენ არა ხართ რესტორანში. რომ მე ფასები ჩამოგიწიკწიკოთ. რიტუალი მაქვს მილიონნაირი. როგორ შეიძლება ყველა რიტუალის ფასი გითხრათ, მეგობრებო? ეს price list-ი კი არ არის, რესტორანი კი არ არის, ან მაღაზია კი არ არის. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენ იცით, რომ ჩემთან ფასები იწყება $1500-დან და ადის ზემოთ გააჩნია რა პრობლემა გაქვთ. ამიტომ ჯერჯერობით ესია 2 წელი ფასები არ შემიცვლია და წელიწად ნახევარი და მე რა იქნება, ვერაფერს ვერ გეტყვით. ბედნიერად.